მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად ყველა ის ადამიანები, ვინც რაღაცა განსაკუთრებულად დარდობთ ამ ქვეყნად, ყველას ბედნიერება და სიკეთე მინდა გისურვოთ და ფიქრობ, რომ დღეს მინდა ვისაუბროთ რაღაცნაირად ყოველთვის არის ხოლმე რაღაც ზარებზე იყო აქცენტი გამახვილებული და აი ესეთი გადაცემა ხანდახან იქნება ხოლმე, რომ ზარებს შემოუშვებთ ხოლმე და როცა ამის საშუალება ექნება ხოლმე ამ ტელევიზიას, ყოველთვის გავაკეთებ ამას, იმიტომ რომ ხშირად მეუნებით ხოლმე, რომ აი ზარები რატო არ შემოწარები და დღეს იქნება ამის საშუალება აუცილებლად ეს 1 საათი სანამ მოძღვარი მოვა აუცილებლად გვექნება და დიდი მადლობა ამ ტელევიზიას, ილიას დიდი მადლობა ჩაჩიბაიას, რომელიც მართლა ზრუნავს ამ ტელევიზიას, კი აი გადაცემები გადის, ამის უკან ეს ადამიანი დგას, რომელიც წვალობს ძალიან ბევრს და მადლობა იმისათვის, წარმოიდგინეთ ამდენ წამყვანის გაძლება ის როგორია, ხო? მადლობა კიდე იმ ადამიანებს, აი ზემოთ ადამიანები არიან, აი მართლა გადაყოლილი ჩვენზე და მადლობა ყველა იმ ადამიანს თუ ვინმე რაღაცას ვიღაცის გამო ზრუნავს და ცდილობს რა და ჩვენ მოდით ახლა აი ზარებში თან ცოტა გეხვეწებით აი ცენზი რო დავიცვათ ისე იყო სიტუაცია და თან აი როგორ ისმინდა იცით რა აი პოლიტიზირებული რო არ იყოს ზარები რაღაც მარხვა არის რაღაც 1000 კითხვა გვაქვს ერთმანეთს დაუსვათ კითხვები დავეხმაროთ ერთმანეთს აი რამე შეიძლება რომ ისეთი აი მაგალითად რაღაც თუ არ მოგწონს რაღაცა თქვათ რომ თავის ფარგლებში აი მარხვაში გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება რაღაც ისეთი რაც სხვა შემდეგ სტუმარს გამოადგება რაღაცა კითხვები თუ გვაქვს მოძღვართან დავსვათ შემდგომ მოძღვარი და აუცილებლად გვიპასუხებს ხოლმე ხოლო დღეს აი რაღაცნაირად ეხლა მარხვა რო დაიწყო ხო აი ამ სირთულიდან გამომდინარე ხო აი რატო ხშირად ბევრს ფიქრობთ ხოლმე ხო ალბათ ბევრი ადამიანი ფიქრობს იმას რომ რით ვერ გვეშველა რატო არ ვართ კარგად ხო ნარს იცით აი ბევრი პრობლემა არის ჩვენს წინაშე რა განკითხვა შენი თავის ვერ დანახვა ეს ყველაფერი ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ჩვენ ცხოვრებაში და მაგიტომ არის ხოლმე რომ ხშირად არის რომ შეიძლება 10-20 წელი იმარხულო რაღაცა ის იყოს მაგრამ მაინც იგივე ადგილს ტკეპნიდე რაღაცნაირად და წინ ვერ წახვიდე კი არა პირიქით შეიძლება უკან მიდიოდეს ადამიანი და ჩვენ აი საბოლოოდ აი ჩვენ რა დაგვავიწყდა იცით აი საქართველოში ამდენი ერთმანეთის დაჭმა რო არის და ერთმანეთის სიზღი რო არის და აი ყველას რო გონია რომ აი ჩემი აზრი უპირატესია და ეს უნდა გატარდეს და შენ ვინ ხარ და ასე შემდეგ ხო ეს ყველაფერი საიდან არის იცით რომ ჩვენ ერთი დაგვავიწყდა რომ რისთვის გავჩდით საერთოდ ადამიანიც რისთვის ჩდება და ის ჩვენს ირგვლივ მყოფები ვინც არიან ისინი ღმერთმარისთვის გაგვიჩინა ესენი გვავიწყდება ხოლმე და ეს აი ამ სიტუაციას დავიწყებული ადამიანი მე ემსგავსება იმ ადამიანს აი როგორც დღეს იქცევა ადამიანი რა ის ზუსტად აი ყველანაირად შევეცადე რომ ლამაზად გადმომეცა ეს და ბევრი მიხვდებით ალბათ რა უბრალოდ აი ეს ადამიანი რომელიც დღეს აი ამ დღეში არის ხო უბრალოდ დავიწყდა რისთვის გაჩნდა რა და გონია რომ რაღაცა სულ იქნება და ამ დროს აი თუ ჩვენ დაგვავიწყდება ის თუ რისთვის გავჩდით და აი რა იმედები დაამყარა ღმერთმა ჩვენზე ხო შეათ ხდება ხოლმე აი წარმოიდგინეთ ხა როგორ უხაროდა ღმერთს ჩვენი დაბადება ჩვენ მშობლებს როგორ უხაროთ ბევრ ადამიანს როგორ უხაროდა და უცბად შეიძლება იმ ადამიანისათვის შენ პირიქით დღეს დარდი იყო თუნდაც ღვთისათვის ხო და აი ყოველთვის ვიცოდეთ რომ აი ჯერ ჩვენი საჭიროება ყოველთვის არის რა ბევრ ადამიანს იმედი აქვს გაცურებული ამ ქვეყნათო ახსენეთ ფიქრობს ხოლმე რომ აი მე არავის არ ვჭირდები არ ვარ საჭირო რაღაცა და ამიტომ არის რომ ამდენმა სუიციდმა ამდენმა ალკოჰოლიზმმა ამდენმა ნარკოტიკების მიმღებმა ადამიანმა იმრავლა ხო აი იმიტომ არის რომ რაღაცნაირად გონია რომ რაღაცა მარტო ხარ რაღაცა კიდე იმის იქითკენ 1000 პრობლემა გიწყობს ხელს და მე 1000 შემოთავაზებები არის ხოლმე რასაც ვერ გაურბიხარ მე და სამწუხაროდ ადამიანი სუსტია და აი ამიტომ უნდა ვიყოთ ღმერთთან რომ ის ჩვენი პრობლემები და ის ჩვენი ტკივილები რაც კი გაგვაჩნია და აუცილებლად ეს სხვასაც გააჩნია ყველას გააჩნია აბსოლუტურად რომ გადავიტანოთ რაღაცნაირად და ამას გადატანა თავარი რაშია, იცით, ღმერთთან ერთად უნდა გადაიტანო. ღმერთთან ერთად თუ არ იქნები ამ პრობლემებს დღეს რამხელა გამოწვევებიც არის. ფიზიკურად ვერ მოერევი, ვერ გადაიტან, უბრალოდ აი მაგიტომ არის, რომ აი აუცილებლად აი ღმერთს უნდა ჩავეჭიდოთ, როგორც ბავშვი რომ მშობელს ეჭიდება და ზარი არის ეთერში, მე მივიღებ ახლა ზარს და გისმენთ? ალო. გისმენთ? გამარჯობა. გაგიმარჯოთ. გილოცავთ მარხვა იწყება. ინაცვალე თქვენ, დიახ. მე ადრე თქვენ გითხარით რომ ძალიან ცხოთ
მამაოს დაუსვით შეკითხვა. დიახ. ჩვენ ვქეიფობთ. წინაპრები საიდან ითვლება? გახსოვთ, მე მგონი დაგაბახსოვდა ჩემი თავი და ვეთყვი მამაოსო. და აი დაგვიდგა დრო და უთხარით შეეკითხეთ ძალიან თხოვთ. კარგი. სხვა რამე, აი თქვენი საზრით მაშინ თქვენვე დამიფიქსირეთ ამაზე, აზრი თქვენი რომ აინტერესებს უბრალოდ რას ფიქრობთ? პაპა ჩემი და ბებია ჩემს მე ვთვლი და ზოგი იძახის არაულ, ბევრი იძახის არაულ, ზოგი უნდა გარდაცვლილი უნდა იყოსო, ზოგი რაც იძახის ზოგი, მამა უნდა უკეთესად იცოდეს, საიდან ირია მეუღლის მრჩეველი იყო და იმან მითხრა, რა ქვია, ადამი და ევა კი არა გაძვა, წახლო წინაპარი მინდა ვიცოდი, არავინ არ იცის, არა, დლებაც არ იციან. ხო, ალბათ. თქვენ იცით თვითონ? სამწუხაროდ ჩვენ და ზარი ალო. შვედ. დიახ. თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ საიდანაც ფიქრობთ, იქიდან დაიწყეთ. მე ვფიქრობ, როცა ვქეიფობთ, გინდა რა გინდა იყოს პაპა ჩემისა და ბებია ჩემის სახით, ვიძახი გაუმარჯო ჩვენ წინაპრებს. ხო და პაპა თქვენი და ბებია თქვენი ვინ მოიყვანა ის აღარ გაინტერესებთ? კაცო ყველაზე ვიძახა რა, ახლო წინაპარზე მაგდეს. ახლო წინაპარი რა, ეხა შეც რო გახდები ვიღაცა მეხუთე თაობის წინაპარი, უნდა ჩამოგრეცხონ და აღარ იყო. მე მაინტერესებს როგორ იქნება უკეთესი რო თქვა. უკეთესი არის საიდანაც მოვდივართ იმ ხის ძირიდან დაითვალოს, ეხა თქვენ იწყებთ ბოლოდან და ბოლო არ არის. აი ადამი და ევა სწორედ უთქვამს. ის აბა რო ინათლები. ადამი და ევა გასაგებია, მაგრამ აი ახლო წინაპარი საიდან ითვლება? აი ნახეთ, აი გადაცვლილი უნდა იყოს. აი კი, ეხა წინაპარი აბა რას ნიშნავს? შენამდე მყოფი, მაგრამ ნახეთ რას გეუბნებით. მე ბებია ჩემს მოესაი, ოტიმ ყველა დიდი, ყველა 80 წელიწადია იყო, ის შენ წინაპარი არ არის? მაგა აი კარგი, ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ჩვენ ეხა ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ადამიანი არ კვდება. აი ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ აი ჩვენ ვიღაცა არ მოვიხსენიებთ რაღაცა. ეს არ არის სწორი. ჯერსეთ ჩვენ ნათლობისასაც იმ ცოდვებს ვინანიებთ, რაც ჩვენ წინაპრების არის, ხო? და აუცილებლად იმ ყველა ცოდვას ვინანიებთ და ის ჩვევები და ისინი მოყვება ადამიანს. ხშირად უთქვამთ ხოლმე იმის იმას გავს ვიღაცა წინაპარს, აი მე ვიცნობდი და ასე რომ უნდა ვინც თქვენ გინდათ ის მოიხსენეთ, ეს დიდი პრობლემა არ არის საბედნიეროდ ჩვენ და იმიტომ რომ აქვს ამას თავის პასუხები და პირადი არის, ეს არის ძალიან პირადი, ვიღაცა მამამისის იქით არ გადის და ვიღაცა დავით აღმაშენებლის იხსენიებს. ასე რომ როიცოდეთ რა, პრობლემა არ არის, თქვენ იმაზე არის დამოკიდებული რა, თქვენ მონდომებაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეხა აი ეგ არის ზუსტად, რომ აი მაგიტომ იცი რა, თქვენ დარწმუნებული ვარ ერთი 2000 წლის მერე სიტყვაზე ვიღაცამ რო არ მოგიხსენო და რო თქვას რომ მე მარტო ბებია ჩემი უნდა მოვიხსენიო, მაგრამ გეწყინება, ხო, დარწმუნებული ვარ, ხო და ასე რომ უნდა მოვიხსენოთ, ხო, როგორ არ უნდა მოვიხსენოთ ის წინაპარი, ვისგანაც მოდის, ხო? ეს ეხა გენი არის და ეს გენეტიკა მთლიანად უნდა გვახსოვდეს, ხო? აბა ბიბლიაში ატო არის აღწერილი ამხელა ისა გენეტიკური ისა, რა ქვია, ხეები, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესე იგი საჭიროა, ხო? თორე ისე ხო არ იქნება, ხო? ეხა რა ახალი აღთქმა დაიდო და ძველი აღთქმა აღარ გვახსოვდეს თუ რა. უნდა მოვიხსენიოთ, რა თქმა უნდა, ყველა წინაპარი და რავი, თქვენ ვისათვლით საჭიროთ რა, ეს არის ამის მეტი თქვენ არ დააშაოთ არაფერი, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ისედაც ისის დანაშაულია თუ ვიღაცას სიტყვაზე გამოტოვებ ან არ მოიხსენებ, მაგრამ კითხავ მე აუცილებლად რაღაცა ესეთი ის გვექნება, რაღაცა რუბრიკა ან საახალწლოთან რაღაცა მოვიყვან მღვდლებს და აუცილებლად ყველაფერს ვკითხავ ხოლმე, უბრალოდ თემატურად უნდა დაემთხეს, მიხვდით? აუცილებლად პირდებით რომ ვკითხა, მახსოვს მე თქვენ ტაძარში შემხვდი და მაგას მეუნებოდი და აუცილებლად შევეცდები რომ ვკითხო, ხო, რომ ეს კიდე ცალკე თემაა და ალბათ ბევრი აქაც ილაპარაკებენ მაგასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება კიდე ზარს აუცილებლად ზარებს შემოვშვებ, დარეკეთ, პრობლემა არ არის. მადლობა ამ კითხვისათვის და აუ კაი თემა გავწყვიტე უცად. ხო და რა არის იცით რომ ჩვენ ეხლა ყველას გვავიწყდება რაღაცნაირად რომ ეშმაკსაც ეგ უნდა რომ სუ დაგვავიწყოს ის რომ ჩვენ რისთვის გავჩდით, ვიღაც რო გაჩნდა ჩვენს გვერდით. ან ისიც რო უცხო არ არის ჩვენთვის და ჩვენ გაგვაუცხო ერთმანეთისგან, მიხვდით? აი პრობლემა არის ეს, რომ აი დღეს აი ოჯახში
მიდის მარტო რაღაცნაირად ერთმანეთის მეგობრობა. ოჯახშიც აღარ მიდის, მაგრამ აი ის რაღაც ადრე რო იყო, ხო იცით, გარენათესავი, ისნათესავი, აი მეზობლის ბიძაშვილი რაღაცა, ესეთი რაღაცები აღარ ხდება და ვეღარ ვითვალისწინებთ ერთმანეთს. სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცა აი ცალ-ცალკე ვართ ყველანი და ჩვენ გაჭიროებაშიც აისახა ეს, რომ ყველა ვართ ცალ-ცალკე რა და აი ამიტომ არის საჭირო აუცილებლად ჩვენ ირგვლივ რახანს ჩვენ ყველა ვთვლით. რომ ხალხი გაცივდა, ხო? ამიტომ არის საჭირო ღმერთი, რომ უფალი აუცილებლად შემდგომ დაგვეხმარება და მარტო რო არ ვიყოთ, იმიტომ შეიძლება გამოვიხედოთ და მარტო რაღაცა პერიოდი დადგეს, რომ მარტო დავრჩით რა და ბევრს დადგომია ალბათ. აი, ბევრი მაგალითად ყოფილი რაღაცა საშუალება რო ქონდა ბევრის, ან თანამდებობა რო ქონდა, ან საჭირო რო იყო უბრალოდ და დღეს რო აღარ არის საჭირო, ხო? ნუ ვიღაცაებისათვის ეხლა მე არ ვამბობ რომ ღვთისათვის ყველა საჭირო ვარ და იმ ვიწრო წრისათვის, ვისაც მართლა უყვარხარ, ხო? მაგრამ აი ის ადამიანები, ვინც დარდობენ დღეს რომ აი მე საჭირო აღარ ვარ, აი ესე. აი ამიტომ არის ღმერთი საჭირო. ჩვენ ყველას დაგვიდგება ეგ დრო რა. თქვენ არ გეგონოთ თუ რაღაცა ის დრო არ დადგება, რომ შენ დასაფიქრებელი დრო არ გექნება, ან მარტო არ დარჩები და სულ ყოველთვის ესე იქნება ყველაფერი. არ იქნება ეს. რაღაც ასაკი მოგვერევა, ის მოგვერევა, ეს მოგვერევა, მდგომარეობებიც მოგვერევა, იცვლება სამყარო, რაღაცნაირი სხვანაირი ხდება და გეხვეწებით აუცილებლად აი ამიტომ უნდა ჩავეჭიდოთ ღმერთს. აი ჩვენ თვითეული აი ნებისმიერი ეკლესიის განკითხვა და ის რო არის ხოლმე გასაგებია. შეიძლება ყველა იმ მოწოდების სიმაღლეზე არ იყოს, მაგრამ ჩვენ გვიშავდება ამით, როცა აი მაგას ვცდილობ ხოლმე სულ, რომ აი გეხვეწებით, აი სწორად გამიგეთ, რომ ჩვენთან შავდება ის, რომ ვიღაცას რო ლანძღავ, ვიღაცაზე ცუც აუქს რო იტყვა, აი ხა არ შემოუშვებ, აუცილებლად გველოდება, უბრალოდ ჩავინიშნავ, რომ იგივე თემით განვაგზო და თქვენც თუ იგივე თემას რაღაც განაგზობთ, კაი იქნება კითხვაშიც და გისმენთ თქვენი აზრი გვაინტერესებს ძალიან. გისმენთ? გისმენთ? ალო. დიახ. გიორგი, გამარჯობა გენაცო. გამარჯობათ. არის მის ხმა იცით? გიორგი. დიახ. აი ხა ისმის. ძალიან მიხარია თქვენ რომ გადაცემა მიყავთ და გაგვაცანით ამდენი მოძღვარი. დიდი მადლობა, შემოგევლე, მაგრამ რო წყდება ხმა? ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. დიახ. როდის ვანახებთ თქვენ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს? დიდი ხანი აღარ გვინახია. გაუშვებთ აუცილებლად, იცით რა არის? რაღაცა ყველაფერი უღრმესი მადლობა ძალიან. რაღაცა თითქოს ჩემ გულში იჯექითო ესე რაღაცნაირად. ხო ის ყველაფერს რაღაცა თავისი ის აქვს. დროს თავი გაანებით რაღაცნაირად როგორ არის, იცი ყველაფერი ისე არ ეწყობა, როგორც ჩვენ გვინდა, თორემ მე როგორც მინდა 1:50 კიდე უნდა გადამეყო ფილმი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცნაირად არ ხერხდება, მაგრამ აუცილებლად გპირდებით, რომ ოდესღაც კი არა და ძალიან მალე, ალბათ 1 წელში ან 2 წელში მე მექნება ჩემი სტუდია, სადაც ძალიან ბევრ ფილმს გადავიღებ და ესე ვივლი ხოლმე როგორც ადრე დავდიოდი იქამდე მონასტრებში და იმა. უღრმესი მადლობა ესეთი ზარისათვის, იმიტომ რომ რახანც ეს ფილმები არის დაფასებული და ესე სათქმელი არის, ხო, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ესე იგი ტყილა არ მიშრომია და მადლობა იმის აი იმ სტიმულისათვის, ეხლა რაც აი მართლა ღმერთმა იცის, რომ საერთოდ არ ვიცი ვირეკავს ადამიანი, მაგრამ ეს ფილმები რომ ესეთი აი იმაში რა ქვია, Facebook-ზე და იმაზე ინტერნეტში ყველგან ძალიან ბევრგან ჭრიან ხოლმე და დებენ ხოლმე. ისე ლა იმდენი ფილმი, იმდენი ყველა მონასტერი თითქმის გადაღებული მოქვს და ასიარულები ვარ ძალიან ბევრგან, წარმოგიდგენთ ძალიან ბევრი სასულიერო პირი, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის, გადაღებული მყავს და მადლობა ღმერთს იმ საშუალებისათვის, მაშინ იყო ამის საშუალება, ამის სპონსორები იყვნენ რაღაცა და დღეს სამწუხაროდ აღარ არიან ამის სპონსორები. აი ეს არის პრობლემა და ძირითადად თორე სპონსორი თუ იქნება, ეხლა ჩემი დაზარება საერთოდ არ იქნება, პირიქით მე მიხარია, რომ სიტყვაზე ამ ყველაფერს შევძლებ და გავაკეთებ და აუცილებლად იქნება დრო რაღაცებს ველოდებით, რაღაცა ცვლილებები იქნება და ღვთისწყალობით აუცილებლად იქნება ეს ფილმებიც ჯერ მარტო მამა ვახტანგ გასათინიაზე, მამა ანტონ გულიაშვილზე, იქ ძალიან ბევრ მოძღვარზე ისეძე, რომლებიც დღეს აღარ არიან, რომ გადავიღეთ სიტყვაზე და მაქვს მამა ნეოფიტეს, რა ბევრი არიან, ეხა არ მინდა ჩამოთავ თავის ქებაში არ მინდა გამომივიდეს და მოკლედ აუცილებლად იქნება კიდე ეს ფილმები გპირდებით, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი
საზდო თუ რამე გამიკეთებია ამ ქვეყნად, იმიტომ რომ აი მონასტრების გაშუქებით ან ამ მონასტრებს ატო ვაშუქებ, ხა ძირითადად აი მაშინმე პატრიარქმა მომცა ამის კურთხევა, რომ წადიო და აი ფილმებს აი თუ ვინმე ჩაწეს YouTube-შიც არის თავდადებული მოძღვარი. ესეთი ფილმები პატრიარქმა დაარქვა თვითონ ეს სახელი, იმიტომ რომ თქვა რომ ის მოძღვრები, რომლებიც რეგიონში მოღვაწეობენ, ვისაც მიწასთან აქვს შეხებაო და აი ამ ღვაწლში არიანო, გააშუქეო და ხალხს ანახეო, აი ვინც თავდადებულნი არიანო ჩვენი ეკლესიისათვისო და აი იმ ხალხისათვისო, ვისაც ჭირდებაო ისინიო და დავიწყე ამის გაშუქება, დავარქვი თავდადებული მოძღვარი, ერთი გადავიღე 2, 8, 12 ფილმი მაქვს თუ 13 ფილმი გადანაღები და სამწუხაროდ მე ვეღარ მოვასწარი. ხო იცი ბოროტი როგორი არის, იბძვის, იქ ვიღაცამ რაღაცა ბევრი ფული მოითხოვა, იქ ვიღაცამ რაღაცა და ხო იცი როგორ ხდება ხოლმე, რომ ის არა ქვია. მე საერთოდ სასყიდლო დავდიოდი, მაგრამ ვიღაცებმა ვეღარ დაიტიეს რაღაცები და ბოლოს მოხდა ისაც მოხდა, რომ საერთოდ აღარ არის ეს ფილმები სამწუხაროდ ჩვენ და მაგრამ აუცილებლად იქნება, ეხლა მე ამის ნიჭიც მაქვს იმის საბედნიეროდ, რომ აი ამ იმაზე ვიარო და რაღაცნაირად საშუალებაც მაქვს ამის და აუცილებლად იქნება. თან ამ პანდემიებმა იმათ მომიღო ბოლო მაგ ხრივ, იმიტომ რომ ამ მაგდოს ჩაიკეტა, ვეღარ იმაშვებოდი და მაშინ კი ერთი ფილმი იყო, რომ გავაკეთე, სადაც იმ მონასტერში თვენახევარი ვცხოვრობდი, წარმოიდგინეთ. მაშინ იყო ეგ იყო იმაში იყო, რა ქვია, ქუთაისში ვიყავი, მაშინ როგორ მახსოვს და აი ეს იყო ბოლო ის ფილმი, რომელიც არა მაგის მერე კიდე 1-2, მაგრამ ეს ინტერვიუები იყო და აუცილებლად ჩავწერ კიდე ძალიან ბევრს, აი ხა საშუალება რომ ხოდეს იმდენი ადამიანი მყავს გადასაღები, სამწუხაროდ ჩვენ და ვერ ხეხდება, მაგრამ მოვად რომ აუცილებლად თუ ეს ფილმები გაკეთდება რა და არიან, რა ვიცი, ნიჭიერი ახალგაზრდები მოდიან, რა ვიცი, თუ იმას იზამენ, მეც ხელ შეუწყობ, მეც თუ დამიკავშირდებიან ერთობლივად რაღაცებს გავაკეთებთ აუცილებლად თუ იმას იზამენ, მონდომებაა მთავარი რა და აუცილებლად გავაკეთებთ ამ ყველაფერს, აი ერთყობა რაღაცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ბოლოს უკვე ისე იყო, ალბათ ვერც ვაფასებდი ესე იმათ, მაგრამ თან რა არის ის დიდი მოძღვრები რაღაცნაირად რომ წავიდნენ, რაღაცა გული მწყდება ხოლმე, რაღაცნაირად რომ ვერ იმაშვებით, მაგრამ აი ძალიან ბევრი კიდე არიან რა, ჩვენი პატრიარქის თამადობით და დამსახურებით კიდე არიან რამოდენიმე ათეულობით ადამიანი, რომლებიც აუცილებლად უნდა ანახოს საზოგადოებას, რომ რაღაცნაირად წმენაში ცოტა გაძლიერდნენ, იმიტომ რომ ჩვენ რაც ყველაზე ცუდი მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ რაღაცნაირად ამ ყოფითმა და აი ამ მატერიალურმა და აი ამ უძლურმა სიტუაციამ, რაც ხდება საქართველოში მოგვიპარა. და საერთოდ აღარ გვაქვს იმის, არც ხალისი არ არის ჩვენში, აი წარმოიდგინეთ ესეთი დაღლილი სახეებით, ესეთი მძიმე ყოფით, არა მე არ მახსოვს ჯერ რომ ადამიანები გაუბედურებულები, აი ნებისმიერი აი მეტროში ჩავალ თუ ავტობუსში ავალ, ხო, აი ადამიანები ისეთი სახით არიან ხოლმე, ხო, რომ აი გული დაგეწვება რა და არ არის სწორი ქართველი ადამიანის ამ მდგომარეობაში ყოფა რა. ჩვენ აი გამარჯვებულ ქვეყანაში დავიბადეთ. აი როგორ ქვეყანაში დავიბადეთ, იცით რომ აი ყველაფერი რაც კი ძვირფასი იყო, ხო? წარმოიდგინეთ ქრისტეს აი რამხელა ტკივილია, ხო? ლურსმნის დაჭედების ხმაცისმოდაო მცხეთაშიო, წარმოიდგინეთ რა. შემდგომ თქვენი კარგად იცით ეს კვართი აქ მოხდა. წარმოიდგინეთ ხმაო ისმოდაო აქო რა დონის ხალხი ცხოვრობდნენ, წარმოიდგინეთ რა ხალხი ცხოვრობდნენ, რომ აი იმ ტკივილს აქ გძნობდნენ რა და აი ამ ყველაფრის გაციება უნდა რა, ბოროტს და ყველაფერს დილობს, რომ რაღაცნაირად მოგწყვიტოს ამ დარდით, ამ ვალებით, ამ პრობლემებით რაღაცა და აი გეხვეწებით არ შეუშია, აი მთავარია რომ აი იმ პრობლემები იქნება, ყველაფერი იქნება აუცილებლად, რომ აი ამ ყველაფერში არ ჩვენ სასო არ წავიკვეთოთ და რაღაცა არ ჩავიქნიოთ ხელი, რომ აი ღმერთო შენ აღარ გახსოვარ თან, აი შენი იმედი არ მაქვს. აი ეს არ გავაკეთოთ, თავარია თორე ტკივის და იმას რა გამოლევს. აი დალხენილი ქვეყანაც რო იყოს, აი როგორც ბრიტანეთის სიტყვაზე, ნუ ჭყალებში აღაცა, ხო? ხო გონია თუ სიტყვაზე. აი ამ შემთხვევაშიც რაღაცა ტკივილი აუცილებლად იქნება რა და ეს ყველაფერი ჩვენი გადასატანია რა. სამწუხაროდ ჩვენ და ეხა საქართველოს ეხა დალხენს არასდროს არ უცხოვრია. თუმცა აქცენტი ისეთია გაკეთებული, რომ წესით ამდენი გაჭირვებული არ უნდა იყოს. აი მაგაზე გვწყდება გული და აი არ მინდა რომ რაღაცა ეს ცენზი დაირღვეს, მაგრამ
არ შეიძლება რომ საქართველოში ამდენ ადამიანს შიოდეს. აი არავითარ შემთხვევაში კიდე წარმოიდგინეთ ახლა მე ვიცი რომ ტაძრები, ეკლესიები ძალიან ბევრ ადამიანს მატერიალურად ეხმარებიან, ფიზიკურათაც ზოგ სახლი უყიდეს, ზოგს აი ამდენი ფონდები ყოფილა, რომ აი გადასცეს რაღაცა. აი წარმოიდგინეთ, რომ აი ტაძრები მაგიტომ უნდა იყვნენ კარგად ეკლესიები, რომ ეს ადამიანები კიდე ვისაც ეკლესია იჭერს. ეკლესია ხო აი სახელმწიფოში ასრულებს კიდე პატარა სახელმწიფოს როლს რა. ვისაც იჭერს ეს ეკლესია, წარმოიდგინეთ ახლა ეკლესიის ცუდის მყოფელი რას აკეთებს, რომ ეკლესიიდან ხალხი გაყავთ. ეკლესიიდან ხალხი რო გავა, ეს რას ნიშნავს, იცი რომ ეკლესიაში მოსული ადამიანის მარჩენალი აღარ დახვდება. და წარმოიდგინეთ რა მძიმე ვითარებაში ჩავარდება. აი მაგიტომ უნდა იყოს ეკლესია ძალიან მაგრა რომ სხვას კიდე დაეხმაროს. ხე რამდენი მონასტერი ვიცი რომ დასაქმებული ყავთ იქ ისეთი ადამიანები უსახკაროები. აი ხა მამა ბენიამინთან მაგალითად 200-მდე ადამიანი იკვებება. წარმოიდგინეთ ადამიანები რომლებიც ზოგს სახლკარიერა აქვს, ზოგი საოპერაციო და მიყავთ ხოლმე და ოპერაციებს უკეთებენ. აი ღვთაების მონასტერში ადით ნახეთ თქვენით, უბრალოდ ზოგი ეტლს არის მიჯაჭული, არავინ არ გააჩნია და უვლიან იმას მორჩილები. წარმოიდგინეთ, აი 200-მდე ადამიანი სულ არის ხომ. ზაფხულში უფრო მეტი არიან. კიდე ხა ზამთარი რო არის ძალიან ცივა ხოლმე, იქ არ არის ის პირობები, მაგრამ აი ამ ყველა ადამიანს წარმოიდგინეთ, თავშესაფარი აქვს და ესეთი მონასტრები კიდე რო იქნება, ხო, წარმოიდგინეთ. როგორი მაგარი იქნება, ხო, აი რამხელა ძალა არის ჯერ, ხო? და ჯერ ელემენტარული აი იმას რო აი ადამიანს რო უჭირს თუნდაც რომ მივა და იქ ეყოლება რომ ის რომ მომსმენი ეყოლება ნებისმიერი ეს მოძღვარი იქნება თუ ის ადამიანი რო გეგულება ხო როგორი მაგარი არის ხო თუნდაც აი შეიძლება იმით არ დაგეხმარონ ვერ დაგეხმარონ რაღაცის მაგრამ აი რაღაცა ელემენტარული ხო ყველას რაღაცნაირად ატანინებენ ხო გეხვეწებით აი ამიტომ მინდა რომ აი ეკლესიას ვინც ებძვით კარგად იცოდეთ რა ეკლესიაში მყოფი ადამიანები, ვინც არიან, ბევრ შეიძლება რაღაცა ნაკლი კონდეს, ვიღაცას ექნება აუცილებლად, ეხლა ანგელოზებით არ არის, ის არ ხო, იმიტომ რომ ყველასათვის ღია არის ეკლესიის კარი, მაგრამ აი ამას რო ებძვით, გეხვეწებით, იცოდეთ, რომ ამის უკან ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება მშიერი დარჩეს. ბევრი ადამიანი როცა სასწაკვეთილი იქნება ეკლესიაში, თქვენ რო გალანძღეთ და თქვით რომ იქ საშველი არ არის, არ მივიდეს ვიღაცა და დაიღუპოს, როცა პრობლემა იქნება და ეს ცოდვა თქვენზე იქნება. მიხვდით ეს არის ვითომ ხო გინდათ აი ვიღაცები ხო ხართ ვითომ რაღაცა რეფორმები და რაღაცა რო გინდათ და ვითომ ძალიან მაგარი ჭკვიანები რო ხართ ხო სიტყვაზე ვამბობ. აი გეხვეწებით ეს გაითვალისწინეთ აუცილებლად რომ შენგან ნალანძღი ვიღაც და ამხელა რაღაც ხო სიტყვაზე წარმოიდგინეთ ამის გამო რომ ვიღაცა არ მოვა აქ და მერე თავის გაჭირვებასთან მარტო დარჩება როგორი მწარე იქნება მისი ცხოვრება ხო გეხვეწებით ეს გაითვალისწინეთ იმიტომ რომ შეიძლება ადამიანებისათვის ბევრისათვის შეიძლება კი არა ყველასათვის თითქმის ბოლო ხანდახან ხავსია ხოლმე რომელსაც შეიძლება რომ წამოეკიდოს და ჩვენ რას ვაკეთებთ იმ ხავსაც რაღაცნაირად უგლიჯავთ იმიტომ რომ იქ არ მიხვიდე შენ ყველა სტიქაროსანი ცუდია, ყველა მესანთლე ცუდია, ყველა მღვდელი ცუდია. იქ არ მიხვიდე შენ ეკლესიაში რა გინდა ცუდები არის. ბევრს გეშლებათ ძალიან. ეს არის სიბოროტე. ამის უკან დგას ძალიან დიდი სიბოროტე და გეხვეწებით ეს გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება რო არ იცის საწავიდეს, აქაც არ მოვიდეს და იმიტომ რომ თქვენ რაღაც რეპორტაჟებს ამზადებთ რა და აი ეს აუცილებლად იცოდეთ, ეს ძალიან ცუდად დაგიბრუნდებათ რა და ზარი არის ეთერში. გისმენთ? გისმენთ? გესმით ჩემი? დიახ. დიდი მადლობა, გიორგი. აი ასეთი საქმის კეთებისთვის. მადლობა თქვენ. უდიდესი, რომ ასეთი მოძრაობი მოხავს. ასეთ საკითხებზე საუბრობთ, იმიტომ რომ ეს ალო. აუ თუ შეგიძლიათ რომ გამოიყვანეთ ეს რაღაცნაირად გული დამწყდა რაღაცნაირად. ხო და გეხვეწებით რა თუ შეგიძლიათ რომ აი ყველანაირად ჩვენ ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ, იმიტომ რომ ერთხელ როგორ მახსოვს რომ მოძღვარი მეუნება რომ
ადამიანი რომელიც ლანძღავდაო ძალიან ცუდად გვიხსენიებდაო ხო ვიღაც გარდაეცვალა მამა თუ რაღაცა და იგივე ტაძარში მოვიდა წარმოიდგინე და უყურებდიო და წარმოიდგინე ჩვენ როგორ დასჭირდა უცბად ეს ადამიანი რომელსაც თელი ცხოვრება განიკითხავდა ხო მოვიდა აქ და ისეთი გაუბედურებული იყო და ისეთი ის რომ როგორ უნდა გამხსენებოდაო საერთოდ რომ ეს ჩვენი მტერიაო ხო წარმოიდგინეთ ეს არის რა სხვალ ვის სად ერთმანეთის საჭირონი როგორ ვიქნებით ხო კაცმა არის შეიძლება ვიღაცა ადვოკატს დღეს რო სიტყვაზე რაღაცა ლანძღავ ხვალ მისი დაცვის ქვეშ აღმოჩნდეს შენ გთხოვთ ეს ყოველთვის გავითვალისწინოთ ხოლმე იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცი და ხშირად ხდება ხოლმე რომ მე წინ გვხდება ეს წარმოიდგინე ხა ექიმი რომელსაც ერთში შეიძლება რაღაცა მდგომარეობა ქონდეს და მის ხელში აღმოჩნდა იქ საოპერაციო მაგიდაზე წარმოიდგინე და იმას რომ გააბოროტებ იმას არ უნდა მოერიოს ეს მაგრამ ვაი და მოერიოს და გაგწიროს ხო გეხვეწებით რა იმ მღვდელსაც გისმენთ გისმენთ ზარი შემოდის და თან არის სამწუხარო ჩვენ და ალო დიახ გისმენთ საღამოშინების გიორგი რენაცხარი გამარჯობა დიდი მადლობა გაიხარეთ თქვენ მადლობა თქვენ აქტივო გიორგი კარგი ადამიანი ხართ თქვენ გაიხარეთ რენაცხარი მადლობა გისმენთ მადლობა საუკეთესო ადამიანი ზანდებით კარგი ღრუბელი მოყავდა ყველაფერი საუკეთესო რომ დიდი მადლობა და განაგზავნებოდეთ ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მადლობა ამ ტელევიზიაში რომ მაგის საშუალებას მაძლევენ და დიდი მადლობა მართლა რაღაცნაირად ეკლესიის საათები არსად არ იყო რა ჩვენ დავიწყო 2008 წელი იყო ნუ ხა საერთოდ ლაპარაკი არ იყო რა საპატრიარქოს ტელევიზიაში საერთოდ არ იყო როცა აქ მღვდელი იჯდა ხოლმე ძალიან დიდი მადლობა ეს იცოდეთ რომ პირველი მღვდელი რომ გამოჩნდა ეთერში ხო იყო აქ რა და დიდი მადლობა ამ ტელევიზიას არასოდეს ცხოვრებაში რომ კუწავდნენ ამ სიკეთეს არ დაუვიწყებ მე იმიტომ 18 წლის მანძილზე ძალიან ბევრი ისეთი მოძღვარი რომელიც ისტორიად შევინახეთ აქ იჯდა წარმოიდგინე და ის ფილმი იქნება თუ რა ყველაფერი ძალიან დიდი ხელშეწყობა მაქვს და დიდი მადლობა მართლა ამ ტელევიზიის მესვეურის იმიტომ რომ არსებობა უჯდება თვითონ ძალიან ძვირად ყველანაირ ასპექტში და მადლობა მართლა რომ იმის საშუალებას გვაძლევენ რომ აქ მე რომ თხოვდი და ვიტყოდი რომ უწმიდეს უნდა პატრიარქის აღსაღდრება, პატრიარქის დაბადების დღეა, ეს ტაძარი იხსნება, ის აქ არ არის მაგასთან პრობლემა. ნებისმიერი მოძღვარი რეგიონიდან მოდის, რას ამბობ, მაგას ვენაცვალე და ეს ყველაფერი მიღებული რო არის, ამიტომაც არის, ამ სიკეთეს იცავს ღმერთი, თორე გამორიცხული ამდენი წელი ესე ებძოდენ და კიდე არსებობდეს და როგორ მაგრა, ხო რომ თქვენაირი ხალხი რო ყავს თან თქვენაირ ხალხით სმენელი ხართ თქვენ ისეთი ადამიანები რომლებსაც სიბოროტე და ის არ გაგაჩნიათ სულ აკვირდები ხოლმე რა სხვანაირი მსმენელი არის და მადლობა ამისათვის რა ვიცი წარმოიდგინეთ საათობით არც ერთ ქვეყანაში არ იჯდება ამდენი ხანი მღვდელი არც ერთი ტელევიზიით გამორიცხულია და მადლობა ეს არის მართლა ღვთის სიტყვის ქადაგება რა თავიდან მე რომ მაკურთხა პატრიარქმა ხო მე არც ვიცოდი ესე იმათ რომ მართლა ესე წავიდოდა რა და თურმე ხა ის ხედავს უკვე რომ ამ ხელა რაღაცა მოხდებოდა და დიდი მადლობა ამისათვის რომ წარმოიდგინეთ ხა თითქმის ყველა ეპისკოპოსი ყველა სასულიერო პირი ვინც უდიდესი სასულიერო პირები რომლებიც საერთოდ წარმოიდგინეთ მამა აკაკიზე საერთოდ ისტორია არის ამ ხელა ადამიანი და ეს ადამიანი აქ არის 6 საათია სულ გადაღებული და არის ჩვენთან ამყოფი წარმოიდგინეთ მთელი ის დაგვიტოვა წიგნი და რაღაცა მაჩვენებელი რუკასავით როგორ უნდა ვიცხოვროთ მის გარეშე რა მაგის სულს ვენაცვალე ამ დიდი ადამიანის და მამა თეიმურას ქორიძე რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს ჩვენთან არის აქ ბოლო ეთერი ქონდა 10 დღით ადრე აქ იჯდა წარმოიდგინე და დღეს ეს ადამიანი აღარ ყავს და 60 გადაცემა მაქვს მამაოსთან ჩაწერილი ხა მაგას როგორ დავივიწყებთ და მადლობა ილიას მადლობა განსაკუთრებით რომ რა ვიცი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რა ვიცი ყველა იმ ადამიანს ვინც აქ ხართ მთლიანად რომ ჩემთვის არის ჩემი ცხოვრება შეიქმნა ამ ყველაფრით რა რომ თქვენ რასაც უყურებთ რომ თითქმის ყველა ისეთი დიდი მოძღვარი რომლებიც წავიდნენ მათი ისტორია რჩება აქ არქივში და ღმერთო რა ვიცი
დიდხანს გვამყოფე რომ ყველა და თითქმის ყველა მოძღვარი ისე 10-ობით და 100-ობით ეთერი კონდეს რომ მე ეს ისტორია მომავალში ჩვენ ხო არ ვიქნებით რაღაცა დრო ხო მოვა აი ეს ხალხი ხო ნახავს ამ ყველაფერს და ნახავენ უბრალოდ რომ რასაც ეს მოძღვრები ამბობდნენ რასაც აქედან საუბრობდნენ რომ თურმე მართალი ყოფილა რა და ზარი არის ეთერში ჩვენ აუცილებლად უნდა მივდით გისმენთ ალო გისმენთ დიახ მოგესალმებით მოგესალმებით გენაცალეთ აი ობიექტივი გადაცემა ძალიან მიყვარს აი ძალიან მოწონდა ხოდა მარტო ხელა ქალივა დახმარება არა მაქვს არავინ არ ქვეყანაზე და მე არ უნდა ქონე დახმარება აგენ სამოცებას ეგისოს ლიკბილი კარგი ახლა რა კარგად ლაპარაკობი და გააფუჭე ყველაფერი რა დრო სიკვდილია კარგად იქნება ყველაფერი ჯიგარი ხარ მადლობა დიდი მადლობა ხო რა არის იცით აი მართლა აი ბოროტი ყველაფერს აკეთებს ეხლა თქვენ დაუკვირთ ძალიან მაგარი ადამიანი იყო რა თქმა უნდა ღმერთმა გაუმარჯოს და ღმერთო სიკეთე მიეცი და ყველაფერი კარგი და აი ბოროტი ყველაფერს აკეთებს რომ აი ამ ცხოვრებაში ისე გაგვაბოროტოს რომ აი იმ დონეზე მიხვიდე რომ ვიღაცის გარდაცვალება ვიღაცის ის გინდოდეს წარმოგიდგენ ეხლა რა აი ადამიანი რომელიც აი უკარგესი ადამიანი რა თქმა უნდა ეხლა მაგას ზედმეტი უგულ ისა იმით ამბობდა რა როგორ თქვა ეგ სიტყვა აი უბოროტოთ ამბობდა ამას ხო იცი აი რაღაცნაირად მაგრამ აი ესე დღეში რო იქნება ადამიანი მეც მესმის მაგის რა თქმა უნდა და აი ამას აკეთებს ბოროტი მიხვდით აი ამას ცდილობს რომ აი რაღაცნაირად ესე იმასქნა აი ამ ქალბატონის ნომერი ამოიწერეთ მე რა ვიცი თუ ისა აუცილებლად საკვები და იმით მე სასულიერო პირებს ვეტყვი რაიონი დატოვეთ თქვენ რომელ რაიონში ხართ და აუცილებლად დაგირეკავენ და აუცილებლად მოგიტანენ ბევრ საკვებს მე გპირდებით მაგას აი რამოდენიმე რა ვიცი ბევრი ეკლესია არის რომელიც ეხმარება ესე და მე დაუკავშირდები და აუცილებლად დაგეხმარებიან თქვენ რომ რეგიონი თქვით და რა ვიცი ყველანაირად დაგეხმარებით პირდებით რომ მივცემ თქვენ ნომერსაც და მოვლენ და საკვებს და საჭმელს და სასმელს არ მოგაკლებენ პირდებით აი მამა ლუკა ამბობდა ამას წინათ რავი მამა გიორგი თეოდორაშვილი რავი ბევრი არიან ისეთები კი არა ჩემთან ვინც მოდიან ხოლმე ყველა შეუძლია თუ დაგეხმარონ და დაგეხმარებიან აუცილებლად აი პირდებით აი დატოვეთ აუცილებლად ნომერი. ხო, ეხლა რა მინდოდა კიდე მე თქვა რა, რომ აი მაგას ვამბობ, რომ რა არის ჩვენი ცხოვრება, რომ ყველაფერი აი წარმოიდგინეთ, ხა ჩვენ ვიზეც არ უნდა გავბრაზდეთ რაღაცა, ხო, არ პატიება რაღაცა, ხო არის, მაგრამ რაღაცა დრო რომ მოვიდეს მაგალითად, ხო, ჩვენ ხო აი მაგალითად რაღაცნაირად საქართველოში დავიბადეთ და ყველას ისეთი გული აქვს ადამიანს, რომ შეიძლება წინათ აგერ ადამიანებს რო აწამებდა, აგერ შეიძლება ჩაიაროს და გაბრაზებული იყო რაღაცა, მაგრამ რაღაცა არ დაუშაო და რაღაცა. ადამიანი ხო იცი, ქართველი ადამიანი მაინც აი ერთიანში საწყალი კაცია, იმიტომ რომ რაღაცნაირად მაინც სულ დარდიანი, პრობლემიანი, იმიტომ რომ ადარდებს სხვა და დარდობს ქვეყანაზე, ყველაფერზე დარდობს და არცალია იმ სიბოროტისათვის დროც არ რჩება რა. სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში აი ამ დარდში ჩვენ უნდა რაღაცნაირად ღმერთი უნდა ვიპოვოთ, რომ ადვილად გადავიტანოთ რა და აი ნახეთ რა არის, რომ აი ეს ნებისმიერი თქვენი ბოლო მტერი თუნდაც, ხო? კარზე რომ მოგადგე და რომ გითხრათ, რომ აი მშია აი სიტყვაზე ვიღაცა ოპოზიციონერი ამ პოზიციონერი ამ მნიშვნელობა აქვს, არ აქვს მნიშვნელობა რა. აი სიტყვაზე შენი თანამოაზრე არ არის ვიღაცა მოგადგა. აი კარზე რომ მოგადგეს ու დაგეკაკუნოს წყალი დამალევინე მშია სიტყვაზე. ეხა რაზეა ხო ლაპარაკი? ეხა აქ ხო უნდა ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე და აუცილებლად უნდა შემოუშვა, აჭამო, დაალევინო რაღაცა და უნდა მიხედო, ხო? აი ეს არის ადამიანობა. მიხვდით რომ აი შენ იმ თანამოაზრეობაზე ან ოპოზიციონერობაზე წინ აი იმას რომ დააყენებ იმ საკითხს რომ ეს ადამიანი ჩემი მტერი კი არის, მაგრამ როცა ამას უჭირს, ეს მტრობა მოდი მეორე ხარისხოვანი, იმიტომ რომ მტრობა ხო ეგოიზმი არის. ერთმანეთის მტრობა არის ეგოიზმი, შენ ჩემი არ გჯერა, მე შენი არ მჯერა, შენ ცუდად უნდა იყო, მე კარგად უნდა ვიყო და ეს არის ეგოიზმი და ის აი რა გვაქვს სამტრო, ხო, რაღაცა საკითხი ჩამოყალიბ და რომელსაც ადამიანები სხვადასხვანაირად ხედავთ, ხო? სამწუხარო ჩვენ და ხო და არ ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს, რაღაცათან სიამაყე და ასე ბევრი პრობლემა არის ამის უკან კიდე რა. ყველა საკითხი ინდივიდუალურია, მაგრამ ერთიაში ერთი დიდი ის არის, რომ რაღაცნაირად ჩვენ ერთმანეთს არ ვითვალისწინებთ. ეგ არის და ანუ თან შენ აი ყველაზე ცუდი რა არის, აი რაც არის ყველაზე მტკივნეული რა, რომ ვიღაცა რომ შენ საწინააღმდეგო კითხვას დასვამს,
უკვე შენი მტერია და ეს არ არის სწორი. აი ყველაზე ცუდი რაც ხდება. აი ეს არის ყველაზე ცუდი მიმართულება, რომ შენ რო სიტყვაზე რაღაცა იკითხო, ამ დროს ხარ რაღაცა სახელმწიფოს მტერი. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული და ყველაზე დიდი სიბოროტე თუ შეიძლება შენ ადამიანებს ან შენ სახელმწიფოს გაუკეთო. ეს ყოველთვის იცოდეთ რა, რომ შენ თუ შენი კითხვით და არ არის შენი კითხვა ბოროტული და ჩასაფრებული და უბრალოდ კითხულობ რომ რატო სიტყვაზე აი ნებისმიერი კითხვა ისეთი რომ რატო უნდა ჩამოასახლოთ არაბები სიტყვაზე და ვიღაცა შენ გეტყვის აუ შენ მტერი ხარ სახელმწიფოსი ეს ყველაზე დიდი მტერი ის კაცია ვინც ამას გეტყვის როცა შენ კითხულობ ობიექტურად რაღაცას რომ რატომ აი სიტყვაზე აი რატო მაინც მარტო 5 წლის მანქანა და სხვა არა აი სახალხო კითხვას როსო ხო იცი აი ხალხს აი რატო ამდენი გაჭირვებული და ვიღაცა გეუბნება შენ ნაცი ხარ და რატო გეკითხები რომ რატო შედალოს ამდენი წყალი რო გაქვს ამდენი რაღაცა ამდენი არაბი თუ ნახულობს ჩვენთან სამსახურს ამდენი ინდუსი თუ ნახულობს შვებას ამდენის რატო ჩვენ ვერ ვნახულობთ ამას კითხვას ოდასო ნაცი ხარ გაოცება არის ეს არის საოცრება ზარი არის ეთერში თუ შეიძლება გისმენთ ალო გისმენთ დიახ გიორგი მე ვარ მოწარე ოფიტად ვარ ის ცოტა ხმამაღლა ილაპარაკეთ ტელევიზორს მოცილდით გთხოვთ გათი ეს მაგათი გათი გისმენთ გიორგი გესმის დიახ აი ხა მესმის კარგად ო კაი მოკლედ მე ვარ მოხუცებული ინვალიდი ხოდა მარტო ხელა ჩვენი გადაცემა ჩვენთვის არის დიდი შვება ეკლესიაში რომლებიცია და ხეთის არ გვესწის ჩვენი მღვდლები ისეთ შვებას გვაგვიწევს რომ მეტი არ შეიძლება ჩვენ მარტო პატიმრების შვება რა შემნაირების წერტაღუნებლების სახელით გვიყვარ ხარ დაილოცო შენი დედა შენი გასი შენ დაგახაროს მერტმა შემოგარგო კითხავს ისეთლედა კითხავს აი გადაცემა ყოფილიყოს ტელევიზორში შემოგელი დიდი მეტი ხარ ყველა ის დედი მამა გიორგი მამა პეტრე თორეული თევდორაშვილი სულ მამა ლუდა დიდი მადლობა ისეთი შევას გვაძლევენ ისეთ შევას თუშინაც ისეთ დავიხსენე მამა გიორგი რო ლაპარაკობდა ჩემო კარგო მერტმა თალოსო სულ ყველა მელია ბუგიანი დევას 10 წლის თქვენ ჩემთან იყავი მოსული მე ვიყავი მოსული თქვენთან მამა გიორგი სანამაშვილო მოხდა რომელი და მე ეკავდი ხო მე მოვდიოდი თქვენთან მახსოვს თემქაზე ცხოვრობ. ვიცი მე მახსოვ ხართ. მონატრებული ვარ. უთლისი შემოგარგო. ხადაგებას. თქვენ ხაშუში ცხოვრობთ ეხლა? შემოგარგო დააგლოცეს თქვენ ეხლა ხაშუში ცხოვრობთ? ალო ხაშუში ცხოვრობთ ეხლა თქვენ? ეხლა ხაშუში ცხოვრობთ? თბილისში. კარგი, თქვენ თემქაზე ცხოვრობთ, ხო მე მგონი მე თქვენ სახში ნამყოფი ვარ. არ მე ხო ვარ თქვენთან ნამყოფი. კი, ჩემთან ახარ ნამყოფი. ხო, თან ბევრჯერ ვარ, მე მგონი ნამყოფი, მაგრამ ნახეთ ეხლა მე დამეკარგა კოორდინატები, ისევ თემქაზე ცხოვრობთ, ხო თქვენ? გდანი, ხო, გდანი. მერევა ის უბნები. აი ხა ნახეთ ის არა ქვია. მოძღვარი მოდის, ხო თქვენთან მე როგორც ვიცი, ხო? კი, ჩემთან დადის კუკის მინდა ნინოს სახელობის მამა გიორგი. შემოგევლით. დიდი მადლობა რომ ხართ. დიდი მადლობა. მე ვარ რამოდენიმეჯერ ნამყოფ მახსოვს როგორ არა ის არა ქვია. უღრმესი მადლობა და ბედნიერებას გისურვებ და დიდი მადლობა რომ ხარ და მაპატიეთ ჩემი უყურადღებობა. იმიტომ რომ ეხა თავიდან რაღაცა არც ვერც უბანი გავიხსენე, ვერც ვერაფერი, მაგრამ მე მახსოვ ხარ თქვენთან აუცილებლად გავიხსენე ეხა დეტალებში ყველაფერი აბსოლუტურად და მადლობა დიდი. დიდი მადლობა იმისათვის რომ ხარ და აუცილებლად გაგრძელდება ის გადაცემები ყოველთვის რაღაცნაირად ყოველთვის
რაღაცა ხალხო იცით ფიქრობ ადამიანი ხარ რაღაცაერად, მაგრამ მე რო ხედავ რომ აი ხალხს ჭირდება რაღაცა ეს ის რომ იმას ქნა რა ქვია, იმიტომ რომ ბევრი ატყუებს ადამიანებს და აი ამ ტყუილს რომ დაახვედრებ იმას რომ ამ მოძღვრებს რომ მოიყვან და ეს ადამიანები რეალურად ხედავენ, ხა აი და რა მიკვირს ხოლმე რომ აი მღვდლებზე და იმაზე რო არის ეს აქცენტი ხოლმე რაღაცა გადატანილი ხო შედალოცვილო იმ ადამიანს რომელსაც სიტყვაზე აი წარმოგიდგენ ხა რამდენად უნდა იყო არასამართლიანი ის ადამიანი რომელიც სიტყვაზე დღედაღამე ებძვი იმ ადამიანს დღედაღამ რაღაცნაირად სუცუც ლაპარაკობს და აუქს როცა ნათლობა გააქვს შენი ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწილი ან რაღაცა ამ ადამიანის ხელით ხდება და მიდიხარ და მაინც ამ ადამიანთან მიდიხარ და იქამდე მთელ მაშინ არ არის ცუდი მღვდელი ნათლობაზე რომ მიდიხარ მაშინ რო ნათლავს შენი შვილი მონათლულად ითვლება ანუ ის მადლია აქვს ხო აბა რაშია საქმე ვერ ხვდები აი ეგ არ მესმის ხოლმე აი იგივე ჩემი ნაცნობი იყო ერთი რა მღვდლებზე სულ აუქს ამბობდა და სადაც დასჭირდა სულ ყოველთვის მირეკავდა გეხვეწები მამაოს უთხარი აი რაღაცა ბაბუა მომიკვდა მე ვთხარი რაღაც გინდა მამაო მეთქი შეხო ცუდს ამბობ ცუდები არიან და ამ ცუდ ხახთა რა გინდა მეთქი რა გინდა მაგრამ რაღაცა რო ჭირდება სულ ამასთან მიდიან ეს ხო აღიარებაა თან თქვენის მხრიდან არ გწხვენიათ ხოლმე მაგალითად დღედაღამე ეკლესიაზე აუქს რო ამბობთ სასულიერო პირებზე იმაზე და მე რაღაცა რო გემართება და იმ ადამიანებთან ერთად ეკლესიაში რომ მიდიხართ ხოლმე ან იმ სასულიერო პირებს რო ეძახით ხოლმე გამარჯვოთ მოვძანით თუ შეიძლება ნათლობა გვაქვს თუ შეიძლება ქორწილი გვაქვს თქვენ თვითონ არ გწხვენიათ ხოლმე მაშინ არა მაშინა აქვთ მადლი იქამდე არა აქვთ ხო მადლი ცუდები არიან აი ესეთები კორუმპირებული ეს ყველაფერი ხო ამბობთ მაგრამ უცბად რაღაცა დაგჭირდა ისე ამ ადამიანთან რატომ მიდიხართ ვერ ხვდეთ ის ადამიანები ვინც ლანძღავთ დღედაღამ აბა დაუფიქრდით უბრალოდ აი სად წავიდა ამ დროს ის თქვენი რაღაცა მაღალი მორალი გასაკვირია თუ აღიარებ მაშინ რაღაც ლანძღავ ქონია ანუ მადლი თუ შვილს ანათლინებ გასაკვირია პირდაპირ ზარია ეთერში აბა დავფიქრეთ ხა ჩვენც დავფიქრეთ ყველა ეხა ვინც უსმენთ ბევრი ადამიანი ხო აცნუნეთ გისმენთ ჰალო გისმენთ გიორგი გენაცვალე შემოგევლე თქვენ ღმერთმა დაგლოცოს გიორგი შენ შემოგევლე გაიხარეთ გაგახაროს ღმერთმა თქვენ ისეთი გადაცემა გაქვთ რომ რა უყუროს ადამიანმა არ შეიძლება დიდი მადლობა მიმზიდველი მაგარი საყვარელი როგორი მამაუები ყავთ თქვენ შემოგევლე ვარჩევ ხოლმე სპეციალურად ერთი ჩვენებური მამაო გამოიძახეთ ერთი რომელია თქვენებური მამაო საიდან ეკავთ მითხარით საიდან ეკავთ რაჭიდან ვეხვეწები ხოლმე მამა ნოე კერესელის აგერ აი შეხედეთ აი აქ სურათი აი მამა ნოე ვიცი მამა ნოე მადერა აი აგერ აი ნახეთ უსაყვარლესი ადამიანი მამა ტარიელი შეხედეთ მაგის გაზრდილი აი აქ მე ვდგევარ პატარა ეს მამა ტარიელ კერესელიძე ადამიანი აი გენაცვალე შემოგე დიახ აი ესენი არიან ჩემი ოჯახის წევრები არიან ესენი მეუფე თვითონ არაჩვეულებრივი ხალხი აი ვეხვეწები ხოლმე უთხარი და ჩამოვიდნენ მწხვენია ხო ისეა მორიდებული ხალხი ხართ ეს რაჭველები და მერიდება ესა ისა ჩემი ოჯახის კარი ეს მართლა ოჯახია აქაურობა ჩემი აი ეს კარი სულ ღია არის ხოლმე მათთვის სულ დიახ გენაცვალე 80-ის კაცი ვარ მე და მიყვარხართ ძალიან შემოგევლეთ თქვენ ვიმრავლოს თქვენისანა ვაშკაცები ჩვენ სამშობლოს თქვენ გადაარჩეთ ჩვენს ქვეყანას და საქმე არ არის გაიხარე შემოგევლეთ გაიხარე ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე თქვენ გაიხარე მე რაჭაში მამაოსთან რო ჩამოვ მამაო თქვენ მამაოებსაც უთხარით მე კურთხევაც გვაქვს ჩვენ ყველაფერი ცო ყველა რეგიონიდან ჩამოვიყვანო და მე კი დამყავს ხოლმე აი მამაოს ერიდება ეხა მამანოეს ვეთ მამანოეს ხო იცნობთ როგორ არა ჩვენია აი დააძალეთ ჩვენი მამაო საყვარელი მამა ხო აუცილებლად ჩამოვიყვან გპირდებით გენაცა ჩვენი მამაოები ჩემი ნიგორნის ეპარქიის აი ხო ზუსტად
ზუსტად მეუფე ჩემი მეგობარი არის თან ძალიან დიდი ხნის საოცარი ადამიანია და მადლობა ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული სხვათა შორის მეუფეს რა ვიცი ემიგრაციაში იყო იქ ძალიან ბევრი რა ვიცი ქართველსათვის ტომოებს ძალიან გვერდში ედგა ყოველთვის და დიდი მადლობა ამ სიყვარულისათვის თქვენ რა ქვიათ თუ გავიდა უკვე ზარი ხო ალბათ ავთო ჯოხაძე ვარ მე რა ქვიათ ჯოხაძე ავთო ჯოხაძე всё გაგებულია გაგიკითხავთ აუცილებლად მადლობა დიდი მადლობა გაიხარით მამა ნოეს უთხარი და აუცილებლად ჩვენ შევხვდებით კვირდებით ის შემოგევლე გაიხარი გენაცვალე და უთხარით რომ აი ესე თქო დავრეკეთ თქო და მეუნება მართლა არ მიდიხართ თქო ესე უთხარი გაიგლოცოთ უფალმა გაგახსოვთ დიდი მადლობა თქვენ მადლობა რომ ხართ რა ჩემთვის რაჭა და ეს რაჭველები ადამიანები არიან რავი საოცარი ხალხი არიან ეხლა მამატარიელ კერესელიძე ჯერ მარტო არის ჩემთვის არის აი რა ვიცი ეს კაცი იყო ჩემი აი ყველაზე დიდი მაგალითი ერთ-ერთი რაც კი მყავდა და მადლობა ღმერთს ნახეთ აქ ძალიან პატარა ვარ მე ვიყავი 18 წლის როცა ვიყავი სტიქაროსანი წარმოიდგინეთ რა ეს იყო მამატარიელი რომელმაც ავი ძალიან ბევრი იღვაწა რა ძალიან ბევრი ტაძრები და ისინი აღადგინა და საოცარი ადამიანი მის ოჯახთან ეხლაც ნათლია ვარ წარმოიდგინეთ და რა ვიცი ჩემი დიდი სიყვარული აქედან თელ რაჭას და იმ ადამიანებს ვინც ხართ საერთოდ ზარი არის ეს სხვათა შორის რეგიონიდან მე მღვდლები მომყავს უბრალოდ აი რაჭველებს ძალიან მაგრები ხართ მაგრამ ცოტა დააგვიანდათ რა და აუცილებლად გამოვასწორებთ ამას აი სწორი ის არის რა გისმენთ აუცილებლად გამოვასწორებთ ამას აი სწორი გისმენთ ალო გისმენთ გენაცვალე გისმენთ კარგად კადე მესმის ზარი ტელეფონიდან ტელევიზორიდან ცოტა შორს დადექით და გისმენთ ალო დიახ გისმენთ ისა ბატონო გიორგი ძალიან დიდ პატივს ვეთქენ გადაცემებს და ეს არის ნამდვილად უმაღლესი გადაცემები ტელევიზიაში ეს ჩვენ ახალგაზრდობას შეიძლება ერთი პატარა ისტორია უნდა მოგიყვეთ და მე იქიდან შედეგს ველი აი კომუნისტების დროს ერთმა პიროვნებამ ჩემზე დიდი ასაკის ადამიანმა მოიდომა რომ მისი პირველი ბავშვი მომენათლა დავეცით ეკლესიაში ნათლობაზე და მე კლასში ვიყავი მაშინ შემეშალა პინჯვარის დაწერა იმიტომ რომ მაშინ აკრძალული იყო ხო და მოდელმა გადაწყვიტა რომ ამას ვერ მოანათლიერებო მაშინ ინტერვიუებამ გაიყვანა და უთხრა ეს ბავშვია უკაცრი სულსეროთო გაიგე ის შემდეგ მიიღო მოდელმა შენიშნა და მოანათლია ეს ბავშვი არის ისე თქმა მინდა ბატონო გიორგი აუცილებელია სკოლაში რომ იყოს რელიგიის გაკვეთილები ზოგ სკოლაში არის ზოგში არ არის ხო რომ თქვენ გადაცემაში ეს საკითხი დადგეს და რელიგიის საკითხი სკოლაში დადგეს გაიხარეთ დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ეს ყველაზე აუცილებელია და მე ჩემ პატარებს ყოველთვის ვიცხვდება ქუჩაში სახში ყოველთვის შეუვლები რომ თქვენ გაიმარჯვებთ მაშინ მხოლოდ მაშინ როდესაც იქნებ სულიერად ძლიერები დიდი მადლობა შემოგიღე აუცილებლად ისეთი ბრძოლა მოდის რომ სულიერად თუ არ გაძლიერდი გადაგთელავს ბოროტი იმიტომ რომ აი ამხელა ძალა იცით როგორი ვერაგი ძალა არის რომ და სულიერად გაძლიერება რაშია აი ელემენტარული აი დაუკვირთ აი ძალიან პატარა ნაბიჯებს ვიტყვი უბრალოდ აი რითაც შეიძლება რომ ადამიანი გაძლიერდეს აი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე რა უბრალოდ მე როდის ვარ ხოლმე ძლიერი რა ეხა ძლიერი არ ხარ ღმერთის გარეშე ადამიანი მაგრამ აი როცა ღმერთს ეჭიდები ღვთისიმედად ხარ ხო და როცა იმეც არ კარგავ როცა აი როგორ ხარ იცი რომ სხვას არ განიკითხავ და ყველაფერში ხედავ შენ უძლურებას და შენზე ზემოთ აყენებ ღმერთს და ამბობ რომ მე უშენოდ ღმერთო ხო არაფერი არ ვიქნები და აი ამ იმაში აი ხო იცით აი თვითონ აი ამ გასაჭირში ამ ცეცხლში ოქრო იწვთობა რა და აი ეგ არის აი მე ხდები რა აი ძლიერი დააკვირდი თქვენ ხა ძლიერ ადამიანებს აი ვისაც არ გამოუვლია გასაჭირი ტკივილი მწუხარება ვისაც არ გაუთავისებია და ვინც არ იცის ეს ყველაფერი
ის ადამიანი მე შემდგომ ამ ცხოვრებისათვის მზად ვერ არის ხოლმე და მალე ინგრევა რა და ვისაც ეს ყველაფერი გამოცდილი აქვს როგორ მედგრა და რა მაგრად გას ხოლმე და აი ეგ არის აი იმ გაჭირვებასაც თავის მიმართულება აქვს თავისებურად გზდის თავისი სკოლა არის ხო ამხელა პრაქტიკაა თუ გამოიყენებ ხო საშენოდ სამწუხაროდ ჩვენ და აი ზარი არის ეთერში ვალოდინეთ ბოდიშგიხდით დიახ გისმენთ საღამომშვიდობით გამარჯობათ ძალიან მიხარია თქვენი გადაცემების გამოჩენა ტელევიზიაში დიდი პატივისცემს და მიხართ და მიხართ უცხოეთში მადლობა დიდი გიორგი რამინდა შემოგთავაზა შემნაირი ალბათ ძალიან ბევრია დიახ ფიზიკურად მე გადაადგილება დამოუკიდებლად არ შემიძლია ამიტომ ეკლესიაში დღესასწაულო დღეებში მაინდა-მაინც ვერ ვახერხებ წასვლას, აი ვერ იდები ხოლმე და ისე დღეებში რომ მივდივარ, იცი აი სისტუმე რაღაცნაირად ძალიან მოქმედებს და ამდენი საეკლესიო საგალობლები და ნუ თუ არ შეიძლება რომ დავალ ხმაზე სულის მოდის ეკლესიაში ეს საგალობლები. სხვათა შორის მე ვნახე ალავერჩი, მე უფე დავითთან რა. მე ვნახე ეს რომ შედიხარ ხო ძალიან მას სხვათა შორის კარგი ის არის აქვია კარგი როგორ არის იცით იდეა არის უბრალოდ შენიშვნას ვერ დავარქევ კაი იდეა არის რა ეს და დიდი მადლობა სხვათა შორის მე ძალიან მომხრე ვარ ამის უბრალოდ ცოტა ამ თანამედროვეებისათვის ვერ არის გათვალისწინებული იმიტომ რომ ძირითადად ეს არღანი ესეთი რაღაცეები არის ხოლმე კათოლიკურ ეკლესიებში და ამის და გამო ბევრს ვერ აუთვისებია. თუმცა მე ძალიან მომწონს რა, მე ძალიან მომწონს თუ ჩვენი საგალობლები ესე უფრო წინ წამოვა რა და ამ შემთხვევაში ზოგს სხვათა შორის შეიძლება ლოცვაში ხელით შეეშავს. მე მაგალითად სადაც ესეთი რაღაცა დამხვდა, მე შემეშალა პირადად, იმიტომ რომ მე უფრო ანუ ჩუმად მიყვარს და ჩემთვის მიყვარს. ჩემი ლოცვა ჯერავის არ დაუნახი. იმიტომ რომ ჩემთვის მიყვარს ხოლმე ლოცვა. ანუ ესე არ მიყვარს საჯაროდ რაღაცა რომ დადგებიან. ვერ ვლოცულობ უბრალოდ, იმიტომ რომ ხელი მეშლება ხოლმე და ბევრს ხელი შემშველა, ბევრს არა, მე მათაც 2-3-ად გაიყოფა აზრი, მაგრამ სწორიც არის და კარგი იქნება. მე მომწონს ხოლმე, ოღონდ ძირითადად ეს თუ იქნება საკათედრო ტაძრებში, საკათედრო ტაძარია და თან ისეთ ტაძრებში, სადაც ტურისტები დადიან. ძალიან მაგარი იდეა, მე მაგალითად მივესალმები, იმიტომ რომ იგივე აი დედები მცხეთაში საოცრად გალობენ და საოცარი ის არის რა ქვია საგალობლები ეს რომ გაუშვათ ყველას მოასმენო იქ იმდენი 1000 ადამიანი ჩადის ეს მადლი იმოქმედებს აუცილებლად და სწორიც არის საკათედრო ტაძრებში ძალიან ლამაზი იქნება და კარგის და სხვადასხვა მე ვეტყვის ხვებსაც რა ვიცი ვისაც აქვს ამის სურვილი აუცილებლად შეიძლება რომ გაკეთდეს და პრობლემა არ არის რა ვიცი მე თვითონ ეხა რომ ვიყო სასულიერო პირი მაგას გავაკეთებდი და გამიხარდებოდა კიდევაც კაი იდეა დიდი მადლობა და ბედნიერებას გისურვებ და აი იმ სიკეთეს გისურვებთ ეხა აი წარმოიდგინეთ ხა რამდენმა ლოგინა ჩავარდნილი ზოგი ხეიბარი ზოგი რაღაცა და დარეკეთ ეხლა წარმოიდგინე ამდენი ასაკოვანი ადამიანი უკარგესი და რამხელა სტიმული გაქვთ აი ეს შეუძლია საქართველოს რა აი გამორიცხული ხა აი უცხოეთში მაგალითად ესეთი რაღაცეები არ მოხდება აი ამდენი გაჭირვება ამდენი ტკივილი ამდენი გაუსაძლისი და მაინც რომ ამ ყველაფერს იტევთ რა აი ეს აი ამას რა აკეთებს იცით აი სულის კვეთება რომელიც მოდის ეკლესიიდან რა და ეკლესიიდან რომელიც სულის კვეთება მოდის რომ ის სიძლიერე რაც ამ გაჭირვებას ამ ტკივილს გატანინებს რა შეიძლება არის ხოლმე აი სხვისი არ განკითხვა შენი თავის დანახვა აი ეს ყველაფერი სხვისი არ განკითხვით იწები და დგები შედგები შე როგორც ადამიანი რა ეს ყოველთვის იცოდეთ რომ აი ყოველთვის არიან ძალიან ბევრი ყველა ცოდვილები ვართ სხვისი არ განკითხვა არის აი ყველაზე ერთ პატარა პატერიკივით არის რაღაცას მოყვები ადამიანი იყო რომელიც ცუდად ცხოვრობდა გარდაიცვალა წარმოიდგინე და მოხდა ზეცაში რა და ამ ბერებს თვითონ უყვირდა და ესო როგორ მოხდაო ზეცაშიო და აი ესო ცუდად ცხოვრობდა და თქვენ რო ყველა მასო ჭორავდითო იმის უკანო და განიკითხავდითო მასო ერთი კაცის არ განუკითხი ხართო წარმოიდგინეთ აი მიუხედავთ იმისა რომ ცუდად ცხოვრობდა ადამიანს რა დაუფასდა რა წარმოიდგინეთ აი ეს იცოდეთ სხვისი არ განკითხვით იწება და შევდგებით ჩვენ რა აი როცა სხვას არ განიკითხავთ რა აი აუცილებლად ეგ იცოდეთ ეხა მე ვამბობ იმას რომ აი ჭორავობის დონეზე და თან ისედაც თუ ცოდვილია და თუ რაღაც პრობლემის ქვეშ არის აუცილებლად საშველია და არა ის რომ სიტყვაზე რაღაცა
განკითხვა ან ქილი კი არ რაღაცა სხვისი განკითხვა ნიშნავს რომ მე ამას არასოდეს არ ვისამ იმიტომ შენ იმიტომ გიკვირსო მე მიკვირს კაცო ამა როგორ გააკეთა ის იმიტომ მე ხო ცხოვრებაში არ ვიზამ არ თქვათ ეს არასდროს იმიტომ რომ ხვალ ჩვენ არ ვიცით რას ვიზამთ კიდე გეხვეწებით აი ყველაზე ცუდი ცოდ აი ყველა ცოდვის საწყისი არის სხვისი განკითხვა იცოდეთ და ამპარტავნება სხვისი განკითხვა პირდაპირ ეგრევე იმიტომ რომ გონია რომ შენ არ ჩაიდენ შენ მაგარი ტიპი ხარ და ის არის აი ამას დაუკვირდეთ გთხოვთ აუცილებლად ყოველთვის ბედნიერებას გისურვებთ დიდი მადლობა რომ ხართ რა აი უღრმესი მადლობა იმ ზარებისათვის და ყოველთვის როცა იქნება თავისუფალი დრო აუცილებლად შევეცდები რომ რაღაცნაირად ყოველთვის შემოვიდე ხოლმე და ეს ზარები მივიღო უღრმესი მადლობა იმ ადამიანებს ვინც აი ამის საშუალებას გვაძლევს ამ ტელევიზიას აუცილებლად მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს ილიას კიდე დიდი მადლობა რომ ახსენებ ხოლმე სულ რა თქმა უნდა ჩვენ უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორის დიდი მადლობა რომ საერთოდ არის და მისი დამსახურება ბევრი რამ საერთოდ მეც რომ აქ ვარ ისიც იმიტომ რომ ის რო არ ყოფილიყო მე საქართველოს შეიძლება არც ყოფილიყო იმიტომ კაი ხნის წინ მივდიოდი მაგრამ აღარ წავედი ისევე მის გამო და აი აქ რო ვზივარ დღეს და თან რაღაცნაირად ხო ის ყველაფერი დამთხოვეთ პროდიუსერსაც ილია ქვია წარმოიდგინე და ასე რომ ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერს იკეთეს დაგიბრუნდებით მამა გიორგი დორეული იმდენჯერი კითხეს აგერ მოვიყვან ეხლა გავალ ეხლა და შემოვიყვან და აუცილებლად იქნება არ გადართოთ აუცილებლად 5 წუთში დაგიბრუნდები და პატიმრებს განსაკუთრებით დიდი სიყვარულით მოგიკითხავ და კიდე მოგი დღეს დამირეკეს ამოდენიო და რო არ მოგიკითხოთ არ შეიძლება აი კიდე აუცილებლად თუ დაიწყება დასაწყისში და ბოლოშიც აუცილებლად მოგიკითხავთ არ გადართოთ აუცილებლად დაგველოდეთ დროებით